რომ ამბობს. ჩვეულებრივად, ანდრო. ჩვეულებრივად. ხალხს უყვარს ფაქტები, ხალხი ძალიან პრაქტიკულია. დიდ ქვაბში არ ეტეო და პატარაში სულა. შენ არ მისმენ? არა, როგორ არ გისმენ, გისმენ. ხალხს უყვარს ფაქტები, ხო? როცა მის მაგივრად სხვა ფიქრობს. თამაშ ჭილაძის პიესა ჭალას ჩიტი მომკვდარიყო ფოთის დრამატულ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა ტარიელ კუბლაშვილმა დადგა. პროექტი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულია. წელს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა პირველად ჩატარდა ესე ვთქვათ კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისათვის, რომელიც იყო რომელიც შედგებოდა ორი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე შემოიტანა სადღაც 10-მა რეჟისორმა, ახალგაზრდა რეჟისორმა განაცხადი, აქედან რა თქმა უნდა გაიცხრილა, დარჩა 4 ახალგაზრდა რეჟისორი და ეს პროექტი, წარმოდგენილი პროექტი ეს პიესა ჭალას ჩიტი მომკვდარიყო არის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი ამ ფესტივალის ფარგლებში. და ორი გამარჯვებული გამოვლინდა წელს გამონაკლისის სახით, რადგან სულ მცირე სხვაობა ჰქონდათ ამ ორ პროექტს, ერთი თამაშ ჭილაძის ეს არსებული პიესა და მეორე მროჟეკის პიესა სტრიპტიზი, რომელიც ასევე ფოთის თეატრში იდგმება. სხვათა შორის 4 კონკურსანტიდან ის დანარჩენი 2 კონკურსანტიც დგავენ ისინი სპექტაკლებს, ჯერჯერობით არ ვიცისათ, მაგრამ ისინიც ასე ვთქვათ განახორციელებენ ამ პროექტებს და საბოლოოდ 4-ვე სპექტაკლს ვიხილავთ მომავალი წლის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე. რა გაყვიდებს? ეს ყველილი რა საჭიროა? თუ არ გინდა მიგაძებებს, კი ბატონო, ჩვენ დავთ, კაცი ჭამიანი კი არა ვართ. პიესის არჩევანი მასში წამოჭრილი პრობლემების მარადიულობამ და აქტუალობამ განაპირობა. სამრაჯამო აქტუალობა აქვს მე მგონი ამ პიესას. თქვა ქართულ დრამატურგიაში ცოტა მოიკოშლებს, ცოტა ავტორი ყავს და ცოტა ვინცთან ისე წერს, რომ დღევანდელობას კიდევ ერგება. ჭილაძე არის ერთ-ერთი მათგანი მე მგონი და რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ. აი აქტუალურობა ეს არის, რომ როგორ ანგრევს ადამიანს ძალაუფლება. მხოლოდ ამან. გინახავს ჩვენი უფროსი ეკლესიაში სანთელს როგორ ანთებს, თითქოს ცოდვებს ინანიებსო. ერთხელ წირვაზე თვალებში შემომხედა, არც მიავარიდე თვალი. ეკლესიიდან გამოსვლისას ყურში ჩამჩურჩულა, მართალი ხარ ჩემო ელეონორა, სანთელი არაფერს არ შველისო. ელეონორა. სპექტაკლი მორალურ არჩევანს ეხება. როგორ გარდაქმნის ძალაუფლებით მოპოვებული პრივილეგია პიროვნებას, როგორ ექცევა იგი გარემოებათა უხილავი ჯაჭვის ტყვეობაში. როდის იწყება მისი გამოფხიზლება და რა შედეგით მთავრდება ბრძოლა საკუთარ თავთან. ძირითადად იდგმება ასე და ხედავენ ასე და გვაქვს ეს რომ როგორი საცოდავები ვარ ჩვენ ხალხი ამათ ხელში. და მე მაქვს პოზიცია რომ ისინი უარი საცოდავები არიან, მე გულწრფელად მეწოდება ისინი ვინ ზემოთ არიან. იმიტომ რომ მათი ზემოთყოფნა რეალურად უფრო ქვემოთყოფნა გამოდის, იმდენად ბევრი რაღაც აწევთ. არ არსებობს ძალაუფლებაზე დიდი სიმარტოვე. სვერს მtkავ დოდო. კარგია, ცუდია ეს სხვა საკითხია. რაც არ უნდა კარგი პოლიტიკოსი იყოს, ან ცუდი პოლიტიკოსი იყოს, პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, ერთი ფეხის წაცდენა და შეიძლება დამთავრდეს შენი ცხოვრება. აი შეიძლება მოხვიდე ძალიან სუფთა გონებით და სუფთა იდეებით და მიხვდე რომ აი სუფთა იდეები არ გამოდის. უნდა წახვიდე კომპრომისზე, უნდა დათმო, ვიღაცა უნდა შემოუშვა, ვიღაცა უნდა გაუშვა. და ამასობაში კარგავ შენს თავს, მე მგონი და ხდები მოსამართლე ჯალათი და ვისაც იჭერდი, ეხლა შენ გიჭერს. ამ პირიქით. ასია, ერთი იმას დაიჭერს, მე ისწავა, ის იმას დაიჭერს, ისევ ჩაკეტილი წრე. ციხეში რომ ვიჯექი, ლექსების წერა დავიწყე. გამოვედი თუ არა ციხიდან, ჩემი პოეტობაც და სასჯელიც ერთად მოვიხადე. ისეთ თემებს ეხება, რომელიც მარადიულია. ეს არის გინდა ჩვენ დავარქვათ დისიდენტები, გინდაც
ყოფილი ოპოზიცია, რომლებიც მოკალათდებიან ხოლმე შემდგომ უკვე ხელისუფლებაში და ამ სადავეებს, ესე ვთქვათ, აიღებენ ხელში და მათივე რაღაცის ადამიანური ბუნება, სისუსტე ადამიანთა რა, უკვე დათმობა რომ აღარ უნდა ძალაუფლების, ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ხშირია, ესეთი ესე ვთქვათ, გმირები, ბჭყალებში ანტიგმირები, მაგრამ არიან ესე და ეს არ არის ახალი, ესე ვთქვათ. ადამიანი რომ გაიძახე, ხო იცი რომ ადამიანს სითბო ჭირდება, ტანსაცმელი, საჭმელი. იცი შენი ეს უარი ამდენ ადამიანს წაართმევს ლუკმაპურს, რამდენს დატოვებს ფშიერს. და შენი დასტური მოაწყდება ჩვენ სპორტებს, გემები, თვითმფრინავები, აეროპორტებს, გზები მანქანებით გაივსება. საქონლით. მოწამლული საქონლით. კარგედი. დიახ. ჩვენ ამაზე იმუნიტეტი გვაქვს. ამაზე ითქოს სხვა. ხო. ყველამ თავის საქმე აკეთოს. ანდრო, ბაადური, დოდო და დელი უჩინარი სისტემის ნაწილაკები არიან. ეს სისტემა კარნახობს წესებს, რომლებსაც ემორჩილებიან. ზუსტად კითხვა გამჩენია, რომ რაღაცნაირად სხვანაირი ხდება ადამიანები და იცი რა, მარტივად ბანალურად იტყვიან ხოლმე სისხლი გადაუსხეს, გამოუცვალეს თუ რა ხდება, არ ვიცი, რაღაც პოზა, თუ მე ამ პოზა დაჭერილ პოზაში და ამ ეტიკეტში, რაც ჩინოვნიკმა, მთავრობის წევრმა რომ უნდა დაიჭიროს ეს ყველაფერი, ალბათ იქ რაღაცები ეცვლებათ ხოლმე. აი სული იშვიათი საქონელია თქო. სული საქონელია. კი, სული საქონელია. შენ არ გაგიგია, შმაკს მიყიდაო სული. ადრეც ასე იყო და ახლაც ასე არის. იშვიათი ძვირად ღირებული საქონელია. იმიტომაც ყავს ასეთი მუშტარი ეშმაკი. გულწრფელობა რა თქმა უნდა გულწრფელობა რაღაც დოზით არის, მაგრამ ძალიან ისეთი დილემის წინაშე დგას. იმიტომ რომ ამაზე ნაფიქრი აქვს, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სინამდვილეში ასე მარტივად ვერ გადაწყვიტავს. იმიტომ რომ მარტივი არ არის ის სინდისის ქეჯნა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სინანული მონანიებაც არსებობს რაღაცა პერიოდის მერე, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ ის რაც იყო, რაც მომხდარა ადამიანის ცხოვრებაში ისეთი, რაც მას აწუხებს, ეგ ალბათ არ მოასვენებს სიცოცხლის ბოლომდე, ასე მგონია ადამიანს. ის რაც მანკიერებები არსებობს სახელმწიფოებში და საერთოდ დედამიწაზე პოლიტიკურად, ვიღაცა ამას ძალიან ისე გადალახავს, არის ეგეთი მომენტი, მაგრამ ვიღაცა სიბერეში კეთილბაბუას თამაშობს და მე არის რომ უამრავი გვინახავს, რომ ვიმე რა საყვარელია, იმიტომ მაგრამ ის ახალგაზრდობაში ისეთი იყო რა, რომელიც ბევრ ადამიანებს ისე ახსოვს დღემდე და ამიტომ ეს მომენტი მას რაც არ უნდა საზოგადოებას ყველას წინაშე თქვას, რომ იცით რა, მე უკვე კათარსისიდან ვიცადე, გავსუფთავდი ამბავი, ეს არ არის გულწრფელი, მაინც ასე მგონია რა, მაგ ამბავში, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც მას აქვს ის მომენტი, რომ ბევრი მიქარა ცხოვრებაში. მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როდესაც ჟენევაში პირველად გადმოირიცხა შენ სახელზე დოლარები. გახსოვს ბანკის წელში მოხრილმა თავაზიანმა მოსამსახურემ სინით რომ მოგართვა პირადი ნომრის ანგარიში, როგორ გურცხლენოდა. მახსოვს იქიდან ხელცარიელი წამოვედი, საკუთარი სინდისი და თავის სეიფში დავტოვე. რაც თავი გააყოფინა რა გააყო თავი და რო არ უნდა უკვე იქ თავი გაყოს აწი და მოიშოროს ეს ყველაფერი. ცოლს მოუნდა ის ამბავი რომ არა, ჩვენ კიდე უნდა ვიშოვოთ და რაღაცა ეს ძალაუფლება შენ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მე კარგად ვგრძნობ თავს ამ შემთხვევაში და ამიტომ მე შენ ეს ჰალსტუხები კიდე უნდა გეკეთოს. ბანკიდან ყველაფერს გამოგატანე. დოლარი იქნება თუ ოქროს ზოდი. ოღონდ სინდისი სამუდამოდ მის სეიფში რჩება, ეს უკვე მისი საკუთრება. სატანის შუა გაქვს. მე რა ცუდია? არ მინდა სხვებთან ერთად გისმის? ვერ ვიტან ჯოკს, კოლტს, არვეს, შენ შეიძლება ხალხსაც ვერ იტან. დოდო ანდროს მეუღლე მთელი ცხოვრება ქმრის გვერდითაა. მისი წარმატებისა და წარუმატებლობის თანაზიარია. ანდროსთვის იგი მორალური საყრდენია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ხელიდან ეცლება.
თუმცა ძალიან ვერაგი საქციელია და ნაბიჯია ქალის მხრიდან, მაგრამ თუ აქვს ამას გამართლება შვილით, თუ შეიძლება ეს ყველაფერი გაამართლო, რომ შენ შვილს სჭირდება ეს ყველაფერი და რომ შენმა შვილმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება და გარდა მაგისა იცით რაღაც ეთყობა ადამიანი თავის ენერგიას, ძალისხმევას, სიყვარულს, ტანჯვას, წვალებას რომ დებს რაღაცაში ასე მარტივად ვეღარ ცვლის მერე როგორც ჩანს რაღაცებს. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ახლა ადამიანს არ უსურვებ არავის რა ვიცი ოჯახის წევრებიც რო უკვე გაგწირავენ იმის გამო რომ შენეუბნები რომ მე მეტი არ შემეძლია ამას არ ვიზამ მოდი შევთანხმდეთ ახლა ჩვენ რაღაცნაირად ვიცხოვროთ კი ის მიქარული მაქვს თელი ამბები მაგრამ არა არ მიშვებენ ამ იმიდან სადავეებს არ ბოლომდე აღვირით ვყავარ და ეს აღვირით რო ვყავარ აი იქ არის ზუსტად ის იმედის გაცრუება და ეს ტკივილი სადაც უკვე ბოლომდე იქ თუმცა ხვდება უკვე რაც მოხდება და ის რაც მოხდა მერე შენ რა ტირი არ მეგონა ტირილი თუ შეგეძლო ეთყობა მართლა რაღაც საშინელება ხდება ჩვენს თავს თავისი მდგომარეობით შეწუხებული ანდრო ნატრობს იმ დროის დაბრუნებას როდესაც დისიდენტობის გამო სასჯელს იხდიდა. არის ხოლმე ადამიანების მდგომარეობა, რომ იქ იყოს ჯობია და პლუს ამ ყველაფრით ის ბექგრაუნდია და სარჩულია საზოგადოების თვალშიც, რომ იხდის სასჯელს. მაგრამ სასჯელის მოხდის გარდა ის აი ამ რეალობას და სიტყვაზე ქუჩაში გასვლას, საზოგადოებაში გამოჩენას ამჯობინებს იმ ზონაში იყოს, იმ ლაგერში თუ რაც ქვია კამერაში. და იკითხოს ალბათ და მერე როგორც ხდება ხოლმე მემუარები წეროს, რაღაცა ეგ მომენტიც არის, კი, ეგ მომენტი რომ მომავალში არ გამეორდეს. ალბათ ეგეც აქვს, რა თქმა უნდა, ახლა ისე არ არის. ამ დონემდე და ასეთ ზღვარამდე რომ მიდის ადამიანი, მაშინ მას აქვს ის მომენტიც, რომ რაღაცა ისეთი მაინც დატოვოს ქვეყნიერებაზე, საზოგადოებაში, რომ ვიღაცამ არ გაიმეოროს, მაგრამ ვაიმეტი რა უთხრა მე ამ ამბავს, რომ ვინმე მაგას არ გაიმეორებს მაინც იმეორებენ და გაიმეორებენ ყოველთვის. ვიცი ეს ჩემი საქმე არ არის. ისიც ვიცი ყველგან ყოველთვის შენს გვერდით უნდა ვიყო. ისე უნდა მოვიქცე როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. მე ახლა უბრალოდ დავინტერესდი. თუ რამე შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ხედავ რომ იტანჯები. მე ვერ მომატყუებ. ესე სინდისიც როგორც ღალატი. პირობითი ცნება. მე მგონია რომ პირველ ნაწილში ის რაღაცნაირად მაინც ცდილობს ცოტა გამოაფხიზლოს მე ვფიქრობ და რაღაც მოლოდინი მაინც აქვს რომ იქნება ჩემთვის ასეა მე ჩემთვის გადავწყვიტე რომ ასეა არ ვიცი ეს ჩანს თუ არა მაგრამ მე სულ პერსონაჟზე ფიქრისას ეს მქონდა რომ აუცილებლად უნდა კონდეს რაღაც მცდელობა რომ როგორღაც გამოაფხიზლოს მაგრამ აი ეს ტექსტები რა ძალიან დროსია რომ აი როგორ გითხრათ აი რო ხედავ რომ ადამიანი რაღაცა უკვე გაგექცა ასე ვთქვათ წავიდა აღარ ესმის ვეღარ ხედავს ვერ გააგებინებ ვერაფერს მაგრამ გადაწყვეტილება რომელიც მან მიიღო სხვა გზა არის ამომიტყვი თქვი რომ ეში ჩვენ ხო ძმები ვართ თქვი მაგრამ იცი რა შიშის მუშადაში შიში უნდა დაძლიო შიში სწორედ ვაშკაცების შვება აი მე შინია მოიცადე რა თქვი ძალიან მეშინია გარლია ყველა პერსონაჟი გარემოების მძევალია ყველას აქვს თავის გასამართლებელი მიზეზი თქმა უნდა მძევალია ეს ადამიანი მძევალია შეიძლება ბევრი რაღაცის მძევალი იყოს ასეთი პიროვნები შეიძლება ფულის ძალაუფლების შეიძლება ვიღაცა ზემდგომის მძევალია მაგრამ აქ უკვე ორი ხაზი იკვეთება ამას აკეთებს იმის გამო რომ მძევალია თუ მას უკვე ეს იმდენად გაუჯდა ბუნებაში ამ ძალაუფლებით და ამ ფუფუნებით და სიმდიდრით სხვების ხარჯზე გამდიდრების
გამდიდრების ტკბობა ისე გაუჯდა მის ხასიათში, რომ არ უნდა დათმობა. აი ეს ცოტა ესეთი რთული პერსონაჟია, ესე ვთქვათ, რთული წახნაგები აქვს ესეთ პერსონაჟს ყოველთვის რა. და ჩემთვის საინტერესო იყო პრინციპში ეს, იმიტომ რომ თვალნათელია და მსგავსი პერსონაჟები და მსგავსი გმირები დღესაც არიან, რა თქმა უნდა, და ეს არ ახალია, იყვნენ, არიან და იქნებიან კიდევაც მსგავსი ტიპები, მსგავსი პერსონაჟები. ისედაც ბევრი არიან ჩვენისთანები, ანდრო. მოკლედ მე წავედი და შენი ფიქრი ამაზე. დელი. არ წავიდე დელი? მაყურებინე რა, ხო მიცი? ჩემი სერიალია. დავრჩები ხო? როგორც გენე. კარგი. დატკბი ამ შენი სერიალი, თქო, საქმეს რომ მოვშევი გამოგვიდი და ჩამოვიდი. აბა. კარგად იყავი, მაინც ძმები ვართ, არა? ბაადური პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მეუღლის ღალატზეც კი თვალს ხუჭავს. პირიქით, იყენებს კიდეც ამ კავშირს საკუთარი ინტერესებისათვის. ბინგეს როლა მე? ჯერ ერთი შენი ცოლი ვარ, მეორეც კარგის როლა ვიცი. ასე რომ ესეც ხდება ხოლმე ცხოვრება და არის ხშირად სამწუხაროდ არის ესეთი მაგალითები შესაძლებელია ეს ქორწინება მათი იყო რაღაცა გარიგების თვალსაზრისით რაღაცა ის რომ აგენტი ცოლი აგენტი ესე ვთქვათ რომელსაც იყენებს ამ ყველაფრისთვის მისი საქმისთვის მისი წინსვლისთვის კარიერული წინსვლისთვის იყენებს არის მსგავსი ყველანაირი ბუნების ადამიანი არსებობს რა თქმა უნდა და ესეც ერთ-ერთი მისი მხარეა და ტრაგედია ზოგადად ეს ამ პერსონაჟების ყველასი. აქ პრაქტიკულად როგორ გითხრათ, ამ პიესაში არავინ არ განიცდის კათარსის განწმენდას. არავინ. და ყველა მძევალია. აი რისი? მძევალი ეს უკვე კითხვის ნიშანია და მოდი ყველამ თავისი გადმოსახედიდან წაიკითხოს ესე ვთქვათ, რისი და ვისი მძევლები არიან ეს პერსონაჟები. რაც ერთისთვის სინდისიერია, მეორისთვის უსინდისობა. ამიტომ მოიკლავ თავს. სინდისი? ყველაფერი ამაოა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ჭკვიანმა კაცმა თქვა ეს. მაპატიე თითქოს ჭყუას გარიგება რა და მართლა ყველაფერი შენგან ვისწავლე, მაგრამ ხედავ რომ გჭირდები. დოდო შენს უნდა მაპატიო იცი? გაპატიო? რა გჭირს საპატიებელი? ხოლო შენ შევჭი ამ ქვეყანაზე დოდო. ჩემი სიმდიდრე შენახარ შეიძლება ყველაფერი მკვეთრად შეიცვალოს. რა გადაწყვეტეთ ანაც უჩემო? აი ყველაფერი არის ტექსში პირველ ნაწილში, ყველაფერზე ალაპარაკი დისიდენტობაზეც, მერე უცებ პოლიტიკაზეც, მერე უცებ როგორ აღმოჩნდები აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს და შეიძლება კარგად რომ დაფიქრე და შოქში ჩავარდე რომ აქ რა მინდა შეიძლება იფიქრო, აი ესე ხდება. ამიტომ ამაზეა სწორედ ეს პიესა, რომ რაღაც ადამიანმა თავისი სინდისის ხმას და რაღაც უნდა მოусმინოს საკუთარ თავს და ესე იცხოვრო, სწორად იცხოვრო, მაგრამ რთულია ალბათ. ფინალში დოდო ქმრის მკვლელობის თანამონაწილეა. კილერს იარაღს ართმევს და გარდაცვლილ მეუღლეს ხელში უდებს თვითმკვლელობის ინსცენირებისათვის. ნუ მე არ შეიძლება აქედან გასული გრძობაც კონდეს და დაემხოს კიდეც იტიროს კიდეც შეიძლება მთელი ცხოვრება ვერც აპატიოს ვთქვათ საკუთარ თავს ეს ხალატი სისუსტე რაც რა დავარქვათ რაღაცა, მაგრამ სხვა გზა როგორ ჩანს მართლაც ამიტომ რომ აქ არ არის რაღაც რიგით ოჯახურ კრიზისზე ლაპარაკი, აქ არის რაღაცა ქვეყნის გლობალურ პოლიტიკაზე რაღაცა ლაპარაკი, ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ესე მარტივად არის და სწორედ იმ ჯაჭვზეა ლაპარაკი, რომელთაც ერთმანეთზე არიან გადაბმული და როცა ალბათ იწყებ აი ამ ჯაჭვში ჩაბმას და ალბათ იქამდე უნდა იფიქროს ადამიანი, რომ საქმეც მაგაშია, ადამიანი არ არის ასეთი არც შორს მჭრეტელი, არც ძლიერი,
არც დამოუკიდებელი ძალიან ბევრი ფაქტორისგან ისე რომ აი ესეც ხდება ხოლმე. ახლა რაც შეეხება ღალატს. ორი ბოლო აქვს. რაც ერთისთვის ღალატად აღიქმება, მეორისთვის პირიქით. ერთგულება. გმირობადაც კი. ჩემ პოლიტიკოსი ხარ და ნუ თუ არ იცი რომ ისტორია სავსე ასე ერთდროულად მოღალატე და გმირი პიროვნებებით. სცენოგრაფია სანდრო ჯავახიშვილს ეკუთვნის. მხატვრის გადაწყვეტით მოქმედება პირობით სივრცეში თამაშდება. იქენ გამომდინარე არავირეთ ინტერიერი და რაღაც ოფისი, როგორც წერია რეალურად პიესაში, რომ ეს არის სახლი, ანდროს კაბინეტი. რომ რაღაც ვფიქრობ, რომ ძალიან ყოფითი იქნებოდა. ეს სივრცე ციხეც არის, ასევე ის საბუთებიც არის, რომელზეც ხელს აწერდა ეს კაცი. და ეს ხისტი დეკორაცია, რაც ბადებს ციხის ამბავს, რა თქმა უნდა, ეს ასოციაცია იქნება. უბრალოდ ამავდროულად არის ეს არქივი, რა თქმა უნდა, საბუთები და ბევრი რაღაც კიდევ. დაკონკრეტებული სივრცე არ გვაქვს, ეს არის პირობითი სივრცე, სადაც ყველაფერი ხდება აბსოლუტურად. სპექტაკლის დასაწყისში ჭუბერის გადალახვის სცენა. ეს ანდროს სიზმარია. ფინალში სიზმარში ნანახით ძაძებით შემოსილი ქალი ჩნდება. ეს ქალი მაინც ინდისია საბოლოო ჯამში. და აი სინდის აკვლევინებენ თითქოს ასე გამოვიდა და აი ეს ამ ქალის გამოჩენა თავში და რაღაც მისტიკურობის შემოტანა და სიზმრის შემოტანა და ხედავთ რომ ეს კაცი როგორ განიცდის ამ ჭუბერს და როგორ მოდის, თან ეს ცოდვაა მაინც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ ჭუბერი. გამოვიარეთ აფასეთის დროს და რთულად გვახსოვს. მე არა მართალია ზემოთ პატარა ვარ მაქვს, მაგრამ ჩემს წინათაობას ახსოვს და ამის არქივი გვაქვს და მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს რაღაც გენეტიკურ კოდში აუცილებლად გვიდევს. და გარდა ამისა აი სიზმრის ერთობა განაპირობებს მე იმ ემოციას, სადაც აი წინ არ სჭირდება მონოლოგს, ჟანოს მონოლოგს მუსიკა, იმიტომ რომ აი იქ ითქვა უკვე. თავში იყო ის მუსიკა, რაც წესით ამ მონოლოგის უნდა ყოფილიყო და აი ეს ამბავი როგორ კრავს და რა დამოკიდებულებაა იქიდან. სიცილი ხარხარი და ხორხოცი და ეს მოთხრობაა და არა სიზმარი და არა და ეს სიზმარია. ყველაზე ნათელი სიზმარია. ჩემი ბავშვი მიწევში მკვდარიო. დარბაო შანთაში რა უნდა ქაბატონო მიწას რატომ არ მიაბარ სად არის მიწა? სად არის მიწაო ვერ ხედავ? მიწა რო აღარ ჩანსო. ხედავ ღრუბლებში რომ მივაბიჯებთო. ფეხო სად დაუმარხო ბავშვი საფლავ ცაში როგორ დაუმარხო ცაში ვინთხრი საფლავსო მიწა იყვირა. ადამიანის ამბავია ფუძე მიწა ვარ და მიწადვე ვიქცევით. ითხოვს და იქ აქ ძალიან კარგი ტექსტი გმადლობა ღმერთო რომ არსებობ. მადლობა მიწა დაგვეკარგა. იმიტომ რომ როგორც მიწა, როგორც დაკარგული მიწა ამავდროულად და ჭილაძე მიწის ეს და გამოვლილი გვაქვს უკვე აფაზეთის ომი ამ შემთხვევაში ჩვენ და მაინც რაც არ უნდა იყოს ეს სენტიმენტებია, დრამატურგმა ეს სენტიმენტები ჩადო, რაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში და აი ამ სენტიმენტების და პლუს ეს მიწა იყავი და მიწადვე იქცევი ეს ბიბლიური ამბავი ჩვეულებრივად. აი უნდა ამ კაცს რომ მოკვდეს. მას შემდეგაც გაიგებს რომ ცოლს აღარ ჭირდება, შულს არ ჭირდება, რიღაცთვის ცხოვრობს მაშინ. ამათვის აკეთებდა ამ ყველაფერს. მაპატიეთ ალბათ გაგაღვიძათ, გაჭირვებამ დროის ცნობა არ იცის. მე თქვენ გელოდით. მე მელოდით. მე თქვენ გიცნობთ. მე თქვენ გელოდით. მე თქვენ გელოდით, ვიცოდი რომ უსათუოდ მოხვიდოდით. ღმერთო, გმადლობთ რომ არსებობ. ღმერთო, გმადლობთ რომ არსებობ. მიწა სპექტაკლი იწყება და მთავრდება ხალხის მასის, ბრბოს შეძახილებით მთავარი პერსონაჟის მისამართით. რომ ილანძღებიან მისი მიმართულებით, რომ გამომაძღარი აუტანელია, თან სინდისოა, აი ამ ყველაფერს პარალელურად აი ამ სიტყვების შიფრით გამოდის გაუმარჯოს, რომელიც აი ძალიან ჩემთვის უბრალოდ არამაყურებლისთვის გაუმაძღარია, აუტანელია, უსინდისოა და რაღაც აი ამ გაუმარჯოს კრავს ეს ლანძღვის სიტყვები საბოლოო ჯამში და რა არის? გაუმარჯოს თავისუფლებას და ეს კაც გათავისუფლდა. გათავისუფლდა ისე როგორც თანამდებობიდან, ასევე გათავისუფლდა ცოდვებისგან, მაგრამ კათალიზმამდე მაინც ვერ მივიდა. აი ვერ მიაღწია. მონანიება ვერ შედგა, უფრო არის რომ პროტესტი და უარი მე უნდა მოკვდე თქვენი ხელიდან მომგალით. პირველივე ეს არის ალბათ, რომ აი ჭალაშიტი მომკვდარიყო.